დაპატიმრებები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსგავსება, ნათქვამია Human Rights Watch-ის 2013 წლის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სასამართლო განხილვების საჯაროობა. დოკუმენტში მოყვანილია საქართველოს ახალი ხელისუფლების განცხადება, რომ წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით 7000-ზე მეტი საჩივარია შესული. ანგარიშის მიხედვით პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ათეულობით ყოფილი თანამდებობის პირისა და მათთან დაკავშირებული მოხელის წინააღმდეგ აღზრა. დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. Human Rights Watch-ის აზრით, ახლა როცა ამ საქმეების სასამართლო განხილვები უნდა დაიწყოს, ახალმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა დაკავებულ პირს ჰქონდეს საპროცესო ნორმებით განსაზღვრული ყველა უფლებით სარგებლობის საშუალება და რომ სასამართლო განხილვა სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო ნორმებს მკაცრად აკმაყოფილებდეს, ნათქვამია დოკუმენტში. Human Rights Watch-ის დასკვნას ეხმაურება ნაციონალური მოძრაობა ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, რომელიც საქართველოს საგარეო იმიჯს ლახავს. დასკვნასთან დაკავშირებით შეფასება გაკეთდა ქართულ ოცნებაშიც. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ყველა დაკავება, რაც ახალმა ხელისუფლებამ განახორციელა, დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება და მას პოლიტიკურ დევნასთან საერთო არაფერი აქვს. ქმედებები, რომელსაც დღეს სამართალდამცავი ორგანოები ატარებენ და ეს არ არის ქართული საზოგადოების ან რომელიმე პოლიტიკური პირის ან ჩვენი პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასება, ამას საუბრობენ მთელ მსოფლიოში, რომ ადგილი აქვს შერჩევითი სამართლის შემთხვევებს და ამიტომ ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ეს ძალიან უსიამოვნო იმიჯი, რითაც საქართველო ხდება მსოფლიოში ცნობილი. ჩვენთვის მთავარი გამოძრავებელი ძალა არის კანონის უზენაესობის პრინციპები და თუ იქ ამ საქმეებში ხშირია შემთხვევები, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ხდებიან ასე ვთქვათ მართლმსაჯულების წინაშე პასუხისმგებელნი, ეს გამოწვეულია არა იმით, რომ აქ ჩვენ პოლიტიკური დევნის ასე ვთქვათ სურვილი გაგვაჩნია, არამედ იმიტომ, რომ სწორედ საჩივრები, დარღვევები არის სწორედ იმ შეეხება იმ მმართველობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლების მანძილზე.